ფოთვითი დარღვევები, ანუ ნევროზი 21 საუკუნის ადამიანის თანმდევი მდგომარეობაა. ნევროზის ჩამოყალიბებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. შინაგანი კონფლიქტები, ემოციური და ფიზიკური გადაღლა, ცხოვრების საჩქარებული ტემპი, არასტაბილური სოციალური გარემო, სტრესი სამსახურში, ფინანსური პრობლემები, სირთულეები პირად ურთიერთობებში, ჰორმონალური მოშლილობა. ყველაზე გავრცელებული ნევროზული მდგომარეობის სიმპტომები ასეთია: თავის ტკივილი, მღელვარება, წნევის მატება, პულსის აჩქარება, ოფლიანობა, ცახცახი, ტკივილი გულმკერდის არეში, მოხრჩობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, შიშის გრძნობა. ნევროზით დაავადებულ ადამიანს ხშირად უჭირს სახლიდან გარეთ გასვლა. ჰგონია, რომ რაღაც საფრთხე ემუქრება. ასევე ხშირია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შიშები. მუდმივად ჰგონიათ, რომ რაღაც განუკურნელი სჭირთ. ასეთი მძაფრი მღელვარების შეტევები შეიძლება მოულოდნელად წარმოიქმნას და ისეთი ინტენსიური იყოს, რომ თან ახლდეს საშინელი პანიკა. ნევროზის სიმპტომები არ არის ავადმყოფის წარმოსახვის ნაყოფი. ყოველ მათგანს ნევროზიანი ადამიანი ბოლომდე განიცდის. იქნება ეს ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობა. ტკივილით დაწყებული შიშით დამთავრებული. ნევროზი ზოგჯერ რამდენიმე კვირას გრძელდება, ზოგჯერ კი წლები. განსხვავებულია მიმდინარეობის ხასიათი და დინამიკა. ცნობილია ნევროზის რამდენიმე ფორმა. პროგრესირებადი, როდესაც ავადმყოფის მდგომარეობა ძლიერდება და რთულდება. რეგრესირებადი, როდესაც ნევროზული გამოვლინებები სუსტდება. სტაციონარული, როდესაც ნევროზი სრულად ან თითქმის სრულად ლაგდება. ნევროზის განვითარებას ხელს უწყობს ხანგრძლივი ემოციური დაძაბვა, რომელიც მთლიანად ფითავს ნერვულ სისტემას. ასეთ ადამიანებს როგორც წესი მომატებული ახსნებადობა, ადვილად დაღლა, შრომის უნარის დაქვეითება აღენიშნებათ. ნევროზით დაავადებული ადამიანი ჯანმრთელისგან განსხვავებით უმნიშვნელო ნიუანსებს კი გაღიზიანებული რეაგირებს. თავშეკავების უნარი მას დაქვეითებული აქვს. ნევროზი შედარებით მგრძნობიარე ადამიანებში ვლინდება, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს ნებისმიერი მოვლენა და მძაფრად განიცდის მას. თუმცა ის ნეგატიური ინფორმაცია, რომელსაც ყოველ დღე და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე მედია საშუალებებით ვიღებთ, ყველაზე თანაბრად ცუდად აისახება. ავიაკატასტროფები, ავტოსაგზაო შემთხვევები, ადამიანის დაღუპვის ამბები, შეტაკებები, რასაც ხშირად პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალყურს. ამ ნეგატიურ ინფორმაციას ადამიანის ტვინი იმდენად ეჩვევა, რომ მის გარეშე ფაქტობრივად ვეხარძლებს. დაგროვილმა ნეგატიურმა ინფორმაციამ შესაძლოა სრულიად მშვიდ გარემოში იჩინოს თავი და სერიოზული შეტევა გამოიწვიოს ნევროზისკენ მიდრეკილ ადამიანებში. როგორ ვუმკურნალოთ ნევროზს? შესაძლებელია როგორც ფსიქოთერაპიით, ასევე მედიკამენტებით. ეფექტური მკურნალობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის სწორ ამოცნობას და შესაბამისი პრეპარატის დანიშვნას. მწვავე ნევროზის შემთხვევაში ბალახეული პრეპარატებით მკურნალობა საკმარისი არ არის. მწვავე პროცესის განკურნების შემდეგ კი უკვე შესაძლებელია მათი მიღება. ძნელია დღეს ჩვენ საზოგადოებაში მოვძებნოთ ადამიანი, რომელსაც ნევროზის მსუბუქი ფორმა არ აღენიშნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერებას. ასეთ შემთხვევებში ექიმები გვირჩევენ. უარი ვთქვათ ყველანაირ კოფეინიან სასმელზე, რომელსაც ჩვენი დიდი ნაწილი ყოველდღიურად დიდი დოზით იღებს და რაც ჩვენს ნერვულ სისტემას ანგრევს. ვიმოძრაოთ მეტი და აუცილებლად სუფთა ჰაერზე ვისეირნოთ.